გავაგზავნოთ დილის პალიტრა, დილის მკურნალის რუბრიკის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოგესალმები. გულო, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მართლა ძალიან საინტერესო და საჭირო თემაზე ვსაუბრობთ, როგორც ყოველთვის. დღეს ვისაუბრებთ ჩაკიკზე, თემურ კაკუბავა, კლინიკა კონსილიუმ მედულას ნევროლოგი არის დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად და მოკლედ ვისაუბრებთ ზოგადად ჩაკიკის გამომწვევ მიზეზებზე, მაპროვოცირებელ მიზეზებზე თუ აქვს უკვე ვინმე შაკიკი და ასევე როგორი არის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. მოგესალმებით ბატონო თემურ, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოკლედ ვისგანაც გამიგია იმ ადამიანებს ვისაც აწუხებთ ჩაკიკი, ალბათ აი ჩემთვის წარმოუდგენელი დისკომფორტი არის რომ ამდენი დღის განმავლობაში თან ვერ ჩაიკეტები ხო მუდმივად სახლში და არ გვაქვს ის ფუფუნება, იმიტომ რომ მუშაობთ და სხვადასხვა პასუხისმგებლობები გვაქვს გარდა მუშაობისაც. საინტერესოა სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ ალბათ და ზოგადად ამბობენ რომ ძალიან გაიზარდაო ეს სტატისტიკა მსოფლიოში არა მხოლოდ საქართველოში და შეიძლება თუ არა ზოგადად საუბრობენ თუ არა ნევროლოგები იმაზე რა არის ამისი გამომწვევი მიზეზი ამ შაკიკზეც მოქმედებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი ზოგადად და ის გარემო რა გარემოში ჩვენ ცხოვრობთ დღეს. პირველში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადება არის. ფაქტიურად დღევანდელი მონაცემებით მოსახლეობის 15%, ანუ ყოველ მე-6 ადამიანს აქვს შაკიკი დიაგნოსტირებული უკვე სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ტიპის. და ძირითადად ეს შაკიკი ხდება 20-დან 50 წლის ასაკში, ქალბატონებში უფრო მეტად. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორებს, ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა, ვინაიდან უშუალოდ შაკიკის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიზეზი არის გენეტიკური განწყობა. და სხვა შემთხვევაში მაგალითად თუ შეძენილი არის იგივენაირი სიმპტომები აქვს როგორც მაგალითად გენეტიკურ შაკიკს თუ არის ხოლმე რაღაც სხვაობა. ეცეთ რა არის ზოგადად შაკიკი შედის პირველად თავის ტკივილებში, რომლის ზუსტი მიზეზი არავინ არ იცის, მულტიფაქტორიულია და ერთ-ერთი უბრალოდ პირველად თავის ტკივილებში ასევე შედის დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი და კლასტერული თავის ტკივილი და ამ სამიდან შაკიკს აქვს ყველაზე მეტი გენეტიკური განწყობის მიდრეკილება და ოჯახური ასე ვთქვათ ანამნეზი. უბრალოდ გაჩნდა დროს როდის იჩენს თავს. დიახ, დროს და ძირითადად ბავშვობის ასაკიდან იწყება შაკიკი, უბრალოდ დიაგნოსტირება არ ხდება დიაგნოსტირებაზე ასაკში და ამიტომ ძირითადად დიაგნოსტირება ხდება 20-დან 50 წლის ასაკში. სწორედ ამ თემაზე უნდა გკითხოთ დიაგნოსტირებაზე და ასევე სიმპტომებზეც ვისაუბროთ, როგორ იწყება სიმპტომები, როგორ ესე რომ ვთქვათ გრძელდება და როგორ უნდა გამოვიდოთ ეს სიმპტომი სწორად და კონკრეტულად თქვენს კლინიკაში როგორ ხდება დიაგნოსტირება ამ დაავადების. დავამატებ, აი ბავშვების შემთხვევაში რო რჩება მშობელი ვერ მიხვდეს რატო ტირის ბავშვი ან რა აწუხებს და იქ თუ არის რამე კონკრეტულად ასე რომ ვთქვათ მანიშნებელი რომ მიხვდეთ რომ იმ ბავშვს შაკიკი აქვს. ძირითადად შაკიკისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არის ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ხშირად არის ცალმხრივი და თანხლების სიმპტომები აქვს, როგორიც არის გულისრევა, პირღებინება, შუქის და ხმაური საუტანლობა, ეს არის მთავარი ასე ვთქვათ ნიშნები, რომელიც კრიტერიუმში შედის შაკიკის დიაგნოსტიკის და ძირითადად დიაგნოსტირება ხდება თავის ტკივილის დღიურის წარმოებით. ყოველდღიური, რომელსაც პაციენტი ბინაზე აწარმოებს, ვინაიდან ძალიან რთულია ამ პირველადი სამი პირველადი თავის ტკივილის დიფერენცირება, ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს დღიურის სახით და ყოველ თვეში ერთხელ პაციენტს ვიბარებთ და ასე ვთქვათ ვიხილავთ ამ დღიურს. ამ დღიურში შემავალი რა შედის? დღიურში არის თავის ტკივილის სიძლიერე, რასაც ნიშნავენ სიხშირე, თანხლების სიმპტომები, მაპროვოცირებელ ფაქტორებს, ასე ვთქვათ, ნიშნავენ და ასე ვთქვათ გამაყუჩებლებზე როგორი ეფექტი აქვს პაციენტს, ასევე ინიშნება ამ დღიურს და შემდეგ განვიხილავთ და ერთად ასე ვთქვათ მივდივართ დიაგნოსტისკენ. ერთადერთი რაც არის სადიაგნოსტიკო, ეს არის თავის ტკივილის დღიურის სწორი წარმოება და ექიმის როლი ზუსტად
ზუსტად ამაშია, რომ დაატრენინგოს პაციენტი ან ოჯახის წევრი ბავშვის შემთხვევაში თუ როგორ უნდა სწორად უნდა შეავსოს თავის ტყეულის დღიური და ეს ყოველთვის არ ხდება პირველ ვიზიტზე, რამოდენიმე ვიზიტი არის ხოლმე საჭირო, რომ სწორად დატრენინგდეს პაციენტის შევსებით. იმიტომ რომ შაკიკის დიაგნოზი მხოლოდ და მხოლოდ დამყარებულია პაციენტის მონაყოლზე. ბატონო თამარ, საინტერესოა თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ ანუ ფაზებიდან სტადიები აქვს, ხო? აი ამ ყველაფერს და ზოგადად ხვდებით, რომ საუბრობთ ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც მუდმივად დაბადებიდან ადამიანს მოყვება და გააჩნია, როდის იჩენს თავს, როგორც ალერგიის შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ასე კი ემატება, ეს ტკივილები უფრო იმატებს, თუ ძალიან ბავშვობის ასაკში გამოვლინდა პირიქით არის, ან თუ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს და უფრო შუახნის ასაკში გამოგვივლინდეს. ეს ერთი კითხვა და საინტერესოა ზოგადად ადამიანს აი თქვენ ახსენეთ, რომ გააჩნია სამი სახის არისო, ხო? თუ არ ვცდებით, ანუ ზოგადად პირველადი თავის ტკივილები, დიახ. პირველადი თავის ტკივილები და თუ მაგალითად ერთი სახი აქვს ადამიანს, შეიძლება თუ არა უფრო გართულდეს მდგომარეობა და გადავიდეს დაუშვათ სტადიებში, ანუ დიახ, კი, ამ შემთხვევაში ზოგადად ქრონიკული დაავადება, ამ შემთხვევაში ქრონიკული სიტყვა არ არის ზუსტად, ეს უმკურნალებელი დაავადება არის, მთელი ცხოვრება აქვს პაციენტს. თუმცა დასაწყისში შეიძლება დაიწყოს იშვიათი შეტევებით და ამიტომაც მას ეძახით ეპიზოდურ შაკიკს. ქრონიკულს ვეძახით შაკიკს, როცა უკვე 15 დღეზე მეტი თავის ტკივილიანი დღე აქვს თვეში პაციენტს. და ესეთი უამრავი პაციენტი გვყავს ჩვენ, წარმოგიდგენიათ, რომ 15 დღეზე მეტი პაციენტს აქვს გულისრევის შეგრძნება, ხმაურის და შუქის აუტანლობა. ფაქტიურად შეზღუდული აქვს პაციენტს ყოველდღიური საქმიანობა და ძალიან რთულია ასეთი დაავადების მენეჯმენტი. ბოტულინოთერაპიას რომ ვისაუბროთ, რა შემთხვევაში არის უფრო მეტად მისაღები და შესაძლებელია თუ არა, რომ ყველა პაციენტების ჯგუფისთვის იყოს განკუთვნილი მკურნალობის აღნიშნული მეთოდი? კი ბატონო, ძირითადად დღესდღეობით გაიდლაინებით და პროტოკოლებით მოწოდებულია ბოტულინოთერაპიით მკურნალობა იმ პაციენტებში, ვისაც ქრონიკული შაკიკი აქვს. ქრონიკული ნიშნავს, ანუ 15 დღეზე მეტი თავის ტკივილიანი დღე აქვს და ძირითადად ბოტულინოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მკურნალობა არის, იმიტომ რომ პირველი ის რომ თვითონ არის ლოკალური ეფექტი, არის ძალიან ეფექტური და ხანგრძლივი მოქმედება აქვს და შესაბამისად სისტემური გვერდითი მოვლენები ნაკლებია, როგორც სტანდარტით არსებული მედიკამენტებს უამრავი გვერდითი მოვლენები აქვს. შესაბამისად უფრო სწრაფად არის ხო თავისთავად. სწრაფია თავისთავად და აქ ასაკს შეზღუდვა არ აქვს. პედიატრიულ პრაქტიკაშიც კი გამოიყენებენ ბოტულინოთერაპიას უშუალოდ ქრონიკული შაკიკის მართვაში. ბატონო თამარ, საინტერესოა, როდესაც კონსილიუმ მედულაში მოდის ხო ადამიანი თვითონ კლინიკაში, ეს ბოტოქსი, აი ბოტულინოთერაპია უფრო კარგად იციან ჩვენმა მაყურებელმა, როგორც ბოტოქსი, ხო, დიახ. აი საინტერესოა ზოგადად როგორ ხდება გაიდლაინები ახსენეთ თქვენ მკურნალობა. ეს ერთ-ერთი დამატებითი მეთოდი არის ალბათ, ხო, თანამედროვე მიდგომაში და საინტერესოა ზოგადად როგორი არის ამ ადამიანების მკურნალობის მეთოდი. მუდმივად არიან გამოყუჩებლების ქვეშ თუ არის კიდე რაღაცა დამხმარე პრეპარატები, რაც თანხვედრაში უნდა იყოს ამ ბოტულინოთერაპიასთან. კი ბატონო, ჩვენს კლინიკაში ძირითადად ჩვენ ვთავაზობთ გაიდლაინებით მოწოდებულ მკურნალობის მეთოდებს და ზოგადად მკურნალობა შაკიკის დროს იყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ასე ვთქვათ. ეს არის აბორტული მკურნალობა, უშუალოდ შეტევის მართვა და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის პროფილაქტიკური მკურნალობა, რომ თვეში შეამცირო თქვათ ის 15-ზე მეტი როცა არის ტკივილი და იყვანო თქვათ 5-მდე 2-მდე თავის ტკივილის სიხშირე და ასევე სიძლიერეც. და ბოტულინოთერაპია ზუსტად აქ გამოიყენება პროფილაქტიკურ მკურნალობაში. უამრავი მედიკამენტები არის, თქვათ აბორტულ მკურნალობაში თქვენთვის ცნობილი, როგორც არასტეროიდები, ასე თქვათ ანთებისაწყენო არასტეროიდები, იბუპროფენის ჯგუფი და ასე შემდეგ. თუმცა ყოველდღიური შირი მიღება, წარმოიდგინეთ, როცა პაციენტი 15 დღეზე მეც იღებს ამ მედიკამენტებს,
უამრავი გვერდითი მოვლენები აქვს ამ მედიკამენტებს და გარდა ამისა ამ მედიკამენტებს შეუძლია თვითონ გამოიწვიოს თავის ტკივილი შემდეგ და ამ დიაგნოზს ქვია ტკივილგამაყუჩებლებით ჭარბი გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილი. მე მგონი ამ გამოყუჩებლებსაც ეჩვევა უკვე ადამიანი ხო ამდენი ერთი რო ეჩვევა მეორე კიდე თვითონ აძლიერებს შაკიკურ ტკივილებს საბოლოო ჯამში. ამიტომ პროფილაქტიკურ მკურნალობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პროფილაქტიკურ მკურნალობაში კონკრეტული ესეთი ჯგუფის მედიკამენტი არა რაც შაკიკზე მოქმედებს, ძირითადად გამოვიყენებთ ხოლმე ანტიდეპრესანტებს, ანტიკონვულსანტებს, ან კრუნჩქვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს და სხვადასხვა წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელიც ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები აქვს და სამწუხაროდ პაციენტებს უწევთ ამ გვერდითი მოვლენების ატანა, ვინაიდან ბენეფიტი უფრო მეტი აქვს ამ მედიკამენტებს იმ თავის ტკივილთან ვიდრე რისკები. ბოტულინოთერაპია ბევრად უფრო მისაღებია. ბოტულინოთერაპია იმიტომ არის ბევრად მისაღები, რომ სისტემური გვერდითი მოვლენები არა აქვს, ლოკალური ეფექტი აქვს და ძალიან ეფექტურია საბოლოო ჯამში. რამ არის ხოლმე ზოგჯერ სტერეოტიპულად გავრცელებული საზოგადოებრივი ბოტოქსები რაღაცა, ბოტოქსები არ გაიკეთა და მსგავსი რაღაცა და ამ დროს როგორც ესე რომ თქვა, გამაახალგაზრდავებელი კი ბატონო, მაგრამ ჯანმრთელობისთვის პირდაპირ იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, იმიტომ რომ შაკიკით ცხოვრება არის ურთულესი და პროდუქტიულობაზე ვაღარ ვისაუბრებ. ასე რომ წერტილები თქვენ ახსენეთ კონკრეტულად რამდენი ესე რომ თქვა წერტილი არსებობს, სადაც კეთდება ეს ბოტოქსი. დიახ, ზოგადად რამოდენიმე სტანდარტია მოწოდებული, ევროპას თავის სტანდარტი აქვს, ამერიკას თავის სტანდარტი წერტილების. ჩვენ კლინიკაში ჩვენ მკურნალობთ ამერიკული სტანდარტებით, დაახლოებით 28 წერტილია ის წერტილი, სადაც ვიყენებთ ბოტულინოთერაპიას. და სხვათა შორის კარგი ეფექტები აქვს. ამჯერად ჩვენ კლინიკაში ასევე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები ბოტოქსთან დაკავშირებით. ზოგადად კლინიკური კვლევები, ზოგადად ბოტოქსი დარეგისტრირებულია როგორც მკურნალობაში, როგორც გაიდლაინში და ანუ კლინიკური კვლევები რატო ახსენე, იმიტომ რომ სადღაც 200-მდე პაციენტი ყავს ახლა ჩართული ამ ბოტულინოთერაპიაში და ძალიან კარგი ეფექტი. სადაც 75-80% პაციენტებს აქვს ძალიან კარგი შედეგი. ისეთი რომ ტკივილგამაყუჩებლებს ფაქტურად არ ღებულობენ. მე მგონი არც საჭირო თუ კი ბოტოქს მიმართავთ ამ შემთხვევაში. საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის ამ კომენტარის მოსმენა, ვისაც არ ჭირს შაკიკი და შეიძლება დაემართოს, ეს ხომ მხოლოდ გენეტიკურად არ არის შეძენილიც არსებობს და რა პრევენციის ზომები არსებობს იმისთვის, რომ შაკიკი არ დაგვემართოს და თუ კი დაგვემართა, შეტევების შესამსუბუქებლადაც მცირე რჩევები მივცეთ იმ ადამიანებს, ვისაც უკვე სჭირს ეს დაავადება. ჩვენი ოპერატორი რუსუდანი გვიყურებს ახლა და როგორც ვიცით, მასაც აწუხებს ეს პრობლემა. და წერას კითხე მიშველაო, ესე თქვა. დიახ, ანუ ზოგადად შაკიკის მკურნალობაში უპირველესი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს და ამაში გულისხმობა რეგულარული ძილი, სტრესის მართვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი კვება. და რატომ? იმიტომ რომ თვითონ აღმოჩნდა, რომ საკვებში შემავალი ბევრი ნივთიერებები და ასევე საკვების დანამატები არის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ფაქტორები, ვიტამინები. მაგალითად თირამინი. თირამინის შემცველი არის დაძველებული ყველი მაგალითად არის ერთ-ერთი ყველაზე მაპროვოცირებელი ფაქტორი შაკიკის. ასევე შავი ღვინო ხილეულიც არის ალკოჰოლი, ანუ რაც წნევასაც მაღლაც კონსერვირებული საკვები, სოსისები, დიახ, შოკოლადი, რაც არის გასაკვირი იყოს. ნიგოზიცო მართალია? ნიგოზიც ასევე არის მაპროვოცირებელი ფაქტორი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გლუტამატით შემცველი საკვების დანამატები და თირამინი, ძირითადად თირამინი არის, თირამინი არის ყველაზე. რაც წნევას მაღლაწევს ან ენერგიაზე მოყავს, ესე რომ თქვა ადამიანი, თქვენ ჩამოთვალეთ მსგავსი პროდუქტები. ზოგ პაციენტს მცირე მიღება ყავის, თქვა შველის და შაკიკს, ასე ვთქვათ, შაკიკის შეტევას აჩერებს, მაგრამ დადასტურებულია იმით, რა ქვია, დადასტურებულია, რომ ჭარბი მიღება ყავისაც ასევე ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის. ორსულქალ ბოლოს ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, მაგრამ აი ორსულების შემთხვევაში ხო ძირითადად ხო ეს პრობლემა უმეტესად ქალბატონებში არის. აი საინტერესო ფეხმძიმე ქალბატონების მართვა ამ შემთხვევაში რამე
თანდათანობით. აი ბოტოქსის თერაპია, ბოტულინო თერაპია რამდენად მიზანშეწონილია და როდესაც რსულად არიან, ალბათ ამდენი გამოყოჩებლის მიღება ძალიან რთულია. თუ პირიქით იკლებს ხოლმე არის კარგი ის არის, რომ ზოგადად შაკიკის შეტევები საბედნიეროდ რსულობის დროს ფაქტურად პაციენტებს არ აქვთ. და ეს სავარაუდოდ განპირობებულია იმ ჰორმონული ცვლილებებით, რაც ამ მდგომარეობას ასახავს. თუ შეტევები არის, რა თქმა უნდა, მიმართოთ ჩვენ მედიკამენტურ მკურნალობას რსულობის დროს იმ მედიკამენტებს, რომელიც დაშვებულია რსულობის დროს და შესაბამისად ტკივილის მენეჯმენტს ვაწარმოებთ ჩვეულებრივ როგორც და არასრულწლოვანების შემთხვევაში თქვენ რადგან ახსენეთ, რომ ბავშვობიდან არის შაკიკი, თუ კეთდება ეს ბოტულინო თერაპია. კი, კეთდება ბოტულინო თერაპია. ვინაიდან როგორც ვახსენე, წარმოიდგინეთ ახლა ბავშვობის ასაკში, რომ ანტიდეპრესანტზე უნდა წავდეს, ხო, ძალიან ჯობია მედიკამენტურ ჩარევას ყოველთვის ჯობია ეს და კონსილიუმ მედულაში ჩვენს მაყურებელს შეუძლია ვისაც აქვს ეს პრობლემა, მიმზანდეს და გაეწევათ შესაბამისი ხარისხის მომსახურება. და სწორი მკურნალობა. თემურ კაკუბავო კონსილიუმ მედულას ნევროლოგი იყო დღეს ჩვენთან და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა დიდი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. საინტერესო 2 საათი გამოგვივიდა. ჩვენ 5 შაბათამდე გემშვიდობებით დიდი სპეციალისტის ფარგლებში.